Faqat agimalo da ar minda, ან ნაკლებად მინდა მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საუბარი გრენლანდიაზე, რა ინფორმაციას ვრცელდება გრენლანდიასთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასე თუ ისე ამ ფორმით თუ იმ ფორმით მაინც შევა გრენლანდიაში, აიღებს გრენლანდიას, ამ ინფორმაციის გათვალისწინებით და ამ ინფორმაციის გამო მე ფრიად დამწუხრებული ვარ და გეტყვით განსაკუთრებულად რატომ? იმიტომ რომ ამ შემთხვევაში თუ ასე განვითარდა მართლაც მოვლენები და ბევრს არ ვილაპარაკებ აქ გითხარით ამ თემაზე, ამ შემთხვევაში პრაქტიკულად დაირღვევა, პრაქტიკულად დასრულდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია ნატო, იმიტომ რომ ევროპასა, არა მხოლოდ დანიასა და შეერთებულ შტატებს, არამედ ევროპასა და შეერთებულ შტატებს, ევროპას და პლუს ბრიტანეთსა და პლუს კი არა დამატებით შეერთებულ შტატებს შორის გაირბენს, ასე რომ ამბობენ ხოლმე დიდი შავი კატა და იმ ერთობის აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება. ვრცელდება სხვადასხვაგვარი ინფორმაცია, მაგრამ საჯარო რაც არის, საჯარო პირების, საჯარო და ხელისუფლებების წარმომადგენლების აზრი, მოსაზრება, პოზიცია რაც არის ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ეს უფრო სწორი მგონია საანალიზოდ და აი რას ამბობს პრეზიდენტი ტრამპი, არსებობს რაიმე შემოთავაზება, რაც მათ შეუძლიათ გააკეთონ, იგულისხმება დანიას შემოგთავაზებთ თუ არა რამესო, პრეზიდენტი ტრამპი პასუხობს, დიახ, რა თქმა უნდა, გაურკვეველია, მათთან გარიგების დადება უფრო მარტივია, მაგრამ ასე თუ ისე გრენლანდია ჩვენი იქნება და ამ კვირას, აი ახლა ორშაბათია დღეს, ხო, დღეს ორშაბათია 12 რიცხვია, ამ კვირას არ გასცდება ღრუბლების გაფანტვა გრენლანდიასთან, ნაწილობრივი გაფანტვა გრენლანდიასთან დაკავშირებით, იცით თქვენ რომ მარკო რუბიო, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი იქნება დანიაში და გაიმართება ძალიან მნიშვნელოვანი ამ საკითხზე, ამ და სხვა საკითხებზეც, მაგრამ ამ საკითხზე ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. პერსონალურად მე მაინც მგონია რომ მათ შორის იმის გამოც რომ ამას შეიძლება პრეზიდენტი ტრამპის იმპიჩმენტის კი განაპირობას, იმიტომ რომ შენ აღმოჩნდება რომ არის აგრესორი ქვეყნის ლიდერი, მე მგონია ამის გამოც დამატებით რომ პრეზიდენტი ტრამპი არ დადგამს ამ მკვეთრ ნაბიჯს, ანუ ძალით არ აიღებს გრენლანდიას, მით უმეტეს რომ საკუთარი შეერაღებული ძალების იქ განუსაზღვრელი რაოდენობით მეთქი ასე გეტყვით, იქ ყოფნის ყოლის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებს ისედაც აქვს, თუ მაინც და მაინც ის ლოგიკა სწორია და როგორც ჩანს სწორია, რომ რუსეთი და ჩინეთი აპირებენ ხელში ჩაგდებას ამ კუნძულისა გარკვეული ფორმებით და თუ ეს სწორია და ალბათ სწორია, მაღალი ალბათობით სწორია, კი ვთქვი რომ არაფერს არ ვიტყვი ამ გრენლანდიაზე მეთქი, მაგრამ გამომივიდა კია, უკვე მეოთხე წუთი დაიწყო ამ თემაზე ვლაპარაკობ. შეერთებულ შტატებს აქვს განუსაზღვრელი რაოდენობის საკუთარი საჯარისო ფორმირებების იქ განთავსების და შესაბამისად კუნძულის დაცვის უფლება. თანახმახართ ეს ნაბიჯი გადადგას თუ ეს საფრთხეს შეუქმნის ნატოს, ანუ რაზეც მამახვილებ მე ყურადღებას, ეს კითხვა დაუსვეს ტრამპს, თუ ნატო ფაქტობრივად არსებობას შეწყვეტს. მე ვარ ის, ვინც ნატო გადაარჩინა. ამაში არის ლოგიკა, გულახდილად გეტყვით, რასაც ახლა პასუხობს პრეზიდენტი ტრამპი. მე ვარ ის, ვინც ისინი აიძულა გადაეხადათ მთლიანი შიდა პროდუქტის 5% თავდაცვაში. და ასეც არის, ორ სახელმწიფოს თუ არ მივიღებთ ხედველობაში 5%-მდე მთლიანი შიდა პროდუქტისა გაიზარდა ბიუჯეტის თავდაცვის ხარჯები. ყველა ნატოს ქვეყანაში. ნატო საერთოდ არ გექნებოდათ მე რომ პრეზიდენტი არ ყოფილიყავი, არ ვიცი ამდენ სწორია ესეთი მკვეთრი განცხადება. ტრამპს საერთოდ ახასიათებს ძალიან მკვეთრი განცხადების შელეწვა კარისა, როგორც ერთ-ერთმა ჩემმა რესპონდენტმა, კონკრეტულად კი შეერთებულ შტატებში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა, ექიმმა გიორგი ბარამიძემ, ბრძანა და მართებული შეფასება, ჩემი აზრით, ჩემს გადაცემა კონტექსტში კვირა დღეს შელეწვა და მერე უკვე ტონის დარეგულირება, ტონის დაგდება და მერე უკვე მოლაპარაკებების სტადიაზე გადასვლა. რეპორტიორი გამოიყვანდით შეერთებულ შტატებს ნატოდან, განიხილავდით ამ ნაბიჯს. პრეზიდენტ ტრამპი პასუხობს, შესაძლოა ნატო გადაწყენდეს რომ ეს გავაკეთო, თუმცა ასევე შესაძლოა ნატომ ბევრი ფული დაზოგოს, კი არა, როგორც კი ნატო დაინგრევა. ნატოს შესაბამისად ვაშინგტონის დეკლარაციის მეხუთე მუხლიც არ იარსებებს და რუსეთისთვის ხელფეხი იქნება გახსნილი იმისთვის, რომ სულ მინიმუმ კონვენციურად შეუტიოს
ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის იმ სახელმწიფოებს, რომლებიც მისი წინააღმდეგები არიან. ახლა მათ იცავთ ასე თუ ისე ნატოს მეხუთე მუხლი და მე უკვე თავის ტკივილი გახდება არა ამ მაინც და მაინც, არამედ სხვა რომელიმე ლიდერისა, შეერთებული შტატების სხვა რომელიმე ლიდერისა დაბრუნება სტატუს კვოსი ლიეტვის, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, რუმინეთის, შესაძლოა ჩეხეთის, შესაძლოა სლოვაკეთის, შესაძლოა ფინეთის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაცვა და დაბრუნება ნატოს სიარბიცი, მაგრამ დასავლურ სივრცეში, იმიტომ რომ რუსეთი მოძლიერებული და მოფერიანებული რუსეთი თუ ამასობაში კონფლიქტის დასრულდა უკრაინაში რამე პირობებით, მოძლიერებული და მოფერიანებული თუნდაც პოსტპუტინისტური რუსეთი რასაკვირველია ამ შეტევებს ჰიბრიდული მის ელემენტებს ახლაც იყენებს და კონვენციურ შეტევებს რასაკვირველია განახორციელებს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე, ამიტომ ნატოს დანგრევა არის დაუშვებელი, მიუხედავად იმისა, რომ ნატო ცხადია საკრიტიკოა, მაგრამ ამაზე უკეთესი უსაფრთხოების სისტემა, უსაფრთხოების ორგანიზაცია სოფლიოს ჯერჯერობით არ შეუქმნია. ორმხრივი ურთიერთობებიო ვინმე მეტყვის, ასაკვირველია, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ორმხრივი მაგალითად, შეერთებულ შტატებსა და იაპონიას შორის ურთიერთობებს, შეერთებულ შტატებსა და სამხრეთ კორეას შორის ურთიერთობებს, სამომავლო ურთიერთობებს ორმხრივებს ესტონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც კოლექტიური თავდაცვა, როგორ ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის არის გაცილებით ეფექტურიც და გაცილებით მნიშვნელოვანიც. ევროკავშირისა და ნატოს შესაძლო დარღვევა, მორღვევა და პრობლემები არის კატასტროფა, იქნება კატასტროფა მსოფლიოსათვის და რუსეთისთვის სასარგებლო, რომელიც ეგრა მაგის პასუხია და მარცხდება და მარცხდება. მაგრამ აქ იგითხარით, რომ მივიწევრა მე-6 წუთი, მე-7 წუთი უკაცრავად, არ მინდოდა ამ გრენლანდიაზე ლაპარაკი. ამ კვირაში ბევრი რამ გაირკვევა და ამ კვირის მიწურულისკენ, ანუ ხუთშაბათი პარასკევისთვის აინც მომიწევს ორი უფრო მძიმე სიტყვის და უფრო საინტერესო სიტყვის თქმა დაამთავროს რუბიო მოლაპარაკებები დანიაში. ახლა რაც შეეხება ირანს, ირანში კატასტროფა ხდება. პირდაპირ მნიშვნელობით 1000-1200 კილომეტრია თბილისიდან და ამ 1200 კილომეტრში თბილისიდან ხდება კატასტროფა. ერთი ცნობით 1000-ან 2000 კაცი კი არა, მოქალაქე კი არა, 20, 25, 30000 კაცია დაღუპული. არ ვიცით საბოლოო ჯამში ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენია დაღუპული, იმიტომ რომ მთლიანად ირანიდან ინფორმაცია ძნელად თუ გამოდის, იცით თქვენ რომ Starlink-ის ინტერნეტი მიეწოდება ირანს, მაგრამ არაუმეტეს 3-4-5%-ისა მოქალაქეებისა, ვინც სარგებლობს ვინც ახერხებს და სარგებლობს Starlink-ის ინტერნეტით. ტრამპი უკავშირდა უკვე ელონ მასკს თხოვა, რომ იქნება და გაეძლიერებინა Starlink-ის მიწოდება, Starlink-ის ინტერნეტის მიწოდება და ამერიკის შეერთებული შტატები ამ ყველაფერს ვერ აიტანს, რასაკვირველია და ამერიკის შეერთებული შტატები ფიქრობს თემაზე, როგორ უნდა ჩაერიოს ირანის ვინმე იტყვის საშინაო პრობლემებშიო, მაგრამ ეს საშინაო პრობლემა აღარ არის უკვე საშინაო, მხოლოდ ირანისთვის მნიშვნელოვანი. ეს არის უზარმაზარი გამოწვევა მსოფლიოსათვის. რუსეთს რასაკვირველია უხარია თუ რამ ხდება ირანის აიათოლების რეჟიმისთვის სასარგებლო ირანში, ანუ თუ ისინი იმარჯვებენ, იმიტომ რომ რუსეთს არ უნდა ირანის დაკარგვა, მაგრამ ამავდროულად ეს პროტესტი არ ჩერდება და თავგანწირვა ირანელი ხალხისა, რომელსაც პატივისცემას უდასტურებდა არც ერთ სხვა ხალხს. გაუბედავ და ვიტყვი, არა აქვს თავგანწირვის ის, ამდენად სწორი სიტყვა არ ვიცი, თავგანწირვის ის ხარისხი, როგორც აღმოჩნდა რომ აქვს და რა დიდი აღმოჩენა ამას უნდა პრინციპში ისტორიული მაგალითების ამას ადასტურებდა, აღმოჩნდა რომ აქვს ირანელ ხალხს. და ეს ადამიანები არათუ უშინდებიან ტყვიებს, რომლებსაც უშენს აიათოლების რეჟიმი, მათ არამედ მეტი და მეტი გამოდის და ერთი ცნობით 3-4-5 მილიონი მოქალაქეს კი არის გამოსული ირანში აიათოლების რეჟიმის წინააღმდეგ, ცხადია გაფანტული სხვადასხვა ქალაქებში და ვერ დატოვებს ეს ამბავი, ანუ თუ მართლა წითელი ხაზები გადალახა რეჟიმმა, ვერ დატოვებს გულგრილს. შეერთებულ შტატებს უბრალოდ პრობლემა სხვა რამეშია და ამის ახსნა მინდა. მე ახლა ყოველ შემთხვევაში ვეცდები. მე რა ხდება?
აი ამერიკის შეერთებული შტატები ამა თუ იმ ფორმით და ტრამპი ამას ამბობს და ამ შემთხვევაში კი აი გრენლანდიასთან იმართებაში თუ შემოგვე კრიტიკა ტრამპი თუ თეორიულად განვიხილავთ იმას რომ ტრამპმა შეიძლება აიღოს გრენლანდია ძალით და აქედან გამომდინარე შემოარღვიოს ნატოს ერთიანობა როგორც ასეთი ირანთან ან ვენესუელასთან დაკავშირებით მისი კრიტიკა ძნელია რთულია თუ ირანში ჩაერევა და ირანში ალბათ ჩაერევა და ტრამპი ამბობს ამას რომ ირანი იწყებს ჩემი წითელი ხაზების გადაკეთებას როგორც ჩანს დახოცილია ხალხი და მართლა 20,000-ზეა ლაპარაკი ერთი ცნობით 25,000-ზე მეორე ცნობით ხალხი რომელიც არ უნდა დახოცილიყო ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვუყურებთ სამხედროების სწავლობენ საკითხს და ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე ძალიან მკაცრ ვარიანტს ბრძანებს ამერიკის შეერთებული შტატების 57 პრეზიდენტი ჩვენ ვსაუბრობთ ირანისათვის სტარლინკის გაგზავნაზე მე დავურეკავ ილონს თუმცა დაურეკა ჩემ ერთგან ყოველ შემთხვევაში ამ მსვლობას წავაწყდი ამერიკის პრეზიდენტის ჟურნალისტებმა განუცხადა რომ თუ ირანი აშშ-ს თავდასხმას საპასუხოდ ამერიკულ სამხედრო ან კომერციულ ობიექტებს დაესწრება თავს შეერთებული შტატები დაარტყავს ისეთ საბიზნეებს რომლებსაც ვერც კი წარმოიდგენდა ისეთი მასშტაბით რომელსაც ვერც კი დაიჯერებდა მე მჯერა გულახდილად გეტყვით ეხლა ცხადია ობიექტებზე ვერაფერს ვერ ვიტყვი რას დაარტყავს მაგრამ მე მჯერა რომ შეერთებული შტატები თუ მიიღებს გადაწყვეტილებას ისრაელთან ერთად ალბათ მაღალი ალბათობით და მიიტანს შეტევას ირანში აიათოლების რეჟიმზე არ მინდა ვფარგლო ახლა და ვისაუბროთ თემაზე რომ აი იცით ეს ყველაფერი დასრულდება პირობითად 24 საათში 48 საათში თუ 155 საათში მაგრამ რომ დასრულდება აიათოლების რეჟიმი და კონკრეტულად ალი შეიძლება გაასწროს და გაემგზავროს მოსკოვში ან შეიძლება ვერც გაასწროს და განადგურდეს ადგილზე და იღუპოს ესეც ფაქტია აღარ ლაპარაკობ ახლა პრეზიდენტზე ფორმალურ ლიდერებზე და ასე შემდეგ რომლებიც საბოლოო ჯამში ვერაფერს წყვეტენ მაგრამ ისმის კითხვა კვლავ გავიმეოროთ რა ხდება უკვე შემდგომ იმიტომ რომ გაგიკვირდებათ და ლიდერების მათ შორის სულიერი ლიდერების განადგურება არის ერთი ამბის დასასრული და მეორე არის რომ ირანში არიან ადამიანები და საკმაოდ დიდი დიდი რაოდენობის მოქალაქეა რომლებიც არიან ამ ალის რეჟიმის მომხრეები და მერე იზირება თუ არა ქაოსში ჩვენგან არც თუ შორს ყოფი ქვეყანა და შესაბამისად არის თვალყოლვილთა ახალი ნაკადები, რომლებიც საქართველომდეც ჩამოდიან, ჩვენთვის ეს უსაფრთხოების გამოწვევაც იქნება ეს რა, მაგრამ მაგის პასუხია, ცხადია, უნდა გაუხსნა, ჩვენ ხო პირდაპირ საზღვარი არ აქვს ირანთან, მაგრამ უნდა გაუხსნა საზღვარი, მაგალითად სომხეთს, საქართველოს, ირანის მოქალაქეებს, მაგრამ ანუ ჰუმანიტარული მიზეზებით თუ საბაბებით, მაგრამ ეს სერიოზული გამოწვევა რომ იქნება უსაფრთხოების სისტემებისათვის და ამ უსაფრთხოებას ჩვენთან უვიცი სულ მინიმუმ მამუკა მდინარაძე რომ ხელმძღვანელობს და უვიცი ირაკლი კობახიძე რომ კარდახობს თუ განსაზღვრავს პოლიტიკას კარდახობს მამუკა მდინარაძე ესეც ფაქტია, ამიტომ ამათ ხელში ყველაფერი საფრთხეა, მათ შორის ლტოლვილის შემოსული მისაღები ლტოლვილის ვიზულებით გადაადგილებული პირის მეთქი და ახლა კვლავ მინდა ეს ვისაუბრო იმაზე რა ხდება უკვე შემდგომ და ვისაუბროთ იმაზე უნდა ვისაუბროთ თემაზე ხო ეხლა ნახეთ ასეც მაგალითად ბუკა პეტრიაშვილი ბრუტალურმა რეჟიმმა ყველა წითელი ხაზი გადაკვეთავა ამბობს ბუკა აქაც დღეების თვლა მიდის, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები განახორციელებს დარტყმებს. სამწუხაროდ ვიდრე რეჟიმი არ დაემხობა, ვერ გავიგებთ ზუსტად და ეს მართლაც ასეა, როცა რეჟიმი დაემხობა, როცა გაიხსნება ინფორმაცია, როცა გაიხსნება ირანი, როცა გაიხსნება სივრცე, როცა გამოვა ინფორმაცია, როცა ადამიანები დაიწყებენ ლაპარაკს, მერე გავიგებთ რა რაოდენობის მოქალაქე დახოცა ალის რეჟიმმა. მასშტაბის ფერპლი გაიღო ირანულმა ხალხმა თავისუფლებისათვის. ხო, ვარემ ვიტყვი რომ იცით რა არის, აქ მსმენია იმის თაობაზე მოსაზრებები, რომ ჩვენც ამგვარი ფორმით უნდა წავიდეთ და ამგვარად უნდა შეუპირისპირდეთ ბიზნე ივანიშვილის რეჟიმს და ხო რაღაც ემოციური თვალსაჩინო ასე ჟღერს, რასაც კარგად ჟღერს. ასე გეტყვით. ხო, აღყვები ამ რიტორიკას, მაგრამ მე პერსონალურად მგონია რომ ეს არ არის სწორი და არ არის სწორი გზა, იმიტომ კი არა რომ ვინმეს უფრთხის არ ვინმესი ეშინია. არამედ იმიტომ რომ კარგად უნდა გავიგოთ რომ ბიზნა ივანიშვილი პრინციპში ამ დაუსჯელობის პირობებში არ ვიცი რამდენად 20,000 კაცის, მაგრამ არ ვიცი 200 და ჩვენთვის 200 ძალიან მასშტაბური რაოდენობა რიცხვია, 200 კაცის მკვლელობაზე წამსვლელი კაცია ჩვენში რომ დარჩეს, ანუ ცეცხლის გამხსნელი კაცია, ცეცხლის გამხსნელია რომ ვიცოდეთ და
მე მგონია რომ ჩვენ ჯერაც გვაქვს რესურსი რომ საქართველოს დღევანდელი დე-ფაქტო ხელისუფლება ჩამოვშალოთ ყოველგვარი ასეთი მათგან ბრუტალური მეთოდების გამოყენების გარეშე ბუკას პოსტის კითხვას განვაგრძობ თქვენის ნებართვით, მაგრამ უკვე ცხადია რომ რეჟიმის მიერ მოკლულთა რიცხვი 1000-ებს ცდება. ახლა უკვე მეორე შეკითხვა მდგომარეობს შემდეგში, როდის და როგორ დაემხობა რეჟიმი ჰიპოთეტურად სულიერი ლიდერის განეიტრალება იქნება კი საკმარისი ძალადობრივ ტერორისტული აპარატის ჩამოსასვლელად. სულიერი ლიდერის პლუს რევოლუციის გუშაკთა კორპუსის მმართველი რგოლის ლიკვიდაციით რეჟიმი მაღალი ალბათობით ჩამოიჩნდება, მაგრამ შესაძლებელი იქნება თუ არა შიდა ქაოსის და უმძიმესი დაპირისპირების თავიდან აცილება. არ ვიცი, არიან თუ არა შიგნით სამხედრო წრეებში იმ გავლენის ადამიანები, როგორც ვენესუელაში ახლა დროებით არიან, სიტუაციის კონტროლირებადობას კონტროლს უზრუნველყოფენ, შახი პოპულარობას იკრებს, ისიც თქვენ რომ მემკვიდრეა რეალურად ტახტის მემკვიდრეა, მაგრამ საზოგადოების ერთი ნაწილისთვის, რომელიც სულაც არ დაიბადა 40-45 წლის წინანდელ ირანში და არც ისტორიული მეხსიერება აქვს ამის, შეიძლება ამგვარი რაღაცა შახის მმართველობის დაბრუნება, შახის მემკვიდრის მმართველობის დაბრუნება შეიძლება არც იყოს სწორი იქნება და პუკას ამახვილებს თუ არ ვწდები ყურადღებას და აღარ ჩავიკითხებ, იქნება იყოს სწორი ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღება, თუმცა რეპრესიების გატარება უკვე შიგნით იმ შემთხვევაშიც კი თუ აიათოლების რეჟიმი დაემხობა რეპრესიების მისი მართებული კონოტაციით, ამ სიტყვის მართებული კონოტაციით, ანუ ძლიერი ხელით უგდებავთ ეს სიტყვა მიხმაროთ, დასჭირდება ირანის ნებისმიერ მმართველს. ამაზეც სავარაუდოდ ფიქრობს შეერთებული შტატები, თუ ვენესუელაში მან იპოვა როდრიგესის სახით ერთგვარი და თუ უგდებავთ ასე ვიტყვი, დროებითი დასაყრდენი ირანში ამგვარი დასაყრდენის პოვნა ჩანს უფრო რთული იქნება, რადგან ჩვენ ასაკვირველია გაგვეხარდება ირანის რეჟიმის დამხობა, აიათოლების რეჟიმის, ალის რეჟიმის დამხობა, იმიტომ რომ სადაც სუსტდება, როცა სუსტდება რუსეთი, ეს ჩვენთვის სადაც სუსტდება და როცა სუსტდება, ეს ჩვენთვის ყოფილი კოლონიისათვის ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი არის. რუსეთი უნდა დასუსტდეს ყველგან, რომ მერე დასუსტდეს მოსკო, მერე განადგურდეს, არა პირდაპირ მნიშვნელობით ცხადია, თუმცა რატომაც არ ამეთქი ასე ვიტყვი, განადგურდეს მერე მოსკოვი, ანუ დასრულდეს მისი იმპერიულობა, როგორც ასეთი. აი ამ მდგომარეობაში ვართ ახლა, გრენლანდიაზე მომიწია 7 წუთის საუბარი და ახლა 10 წუთია, მე 11 წუთი წავიდა, რაც საუბრობ, სწორედაც რომ ირანზე არ დარჩა დიდი დრო კვანძის გახსნამდე ირანში. ეს უნდა ვიცოდეთ, მეცაც გეტყვით, კვანძის ისე გახსნამდე, ანუ ალის რეჟიმი არ შენარჩუნდება, რომ ვიცოდეთ მაინც, თქვენის ნებართ თვითყი მაინც ესე 99%-იანი ალბათობით არ შენარჩუნდება. ამერიკის შეერთებული შტატები მიიღებს გადამწყვეტ როლს ითამაშებს, მიიღებს გადამწყვეტ ზომებს იმისთვის, რომ დაასრულოს ის რეჟიმი, რომელიც უნდა დაესრულებინა რამდენიმე ხნით ადრე, როცა თავის მხრივ დასრულდა, განადგურდა ირანის ბირთვული პროგრამა ამ ვერსიის თანახმად ყოველ შემთხვევაში და რუსეთი დასუსტდება სამხრეთითაც, თუმცა რუსეთს მოფერიანებულს ოდესმე რასაკვირველია ირანამდე სომხეთამდე კიდე რავის სხვა სივრცეების, აზერბაიჯანის და ასე შემდეგ, აზერბაიჯანზე, სომხეთზე და ირანზე შეტევის სურვილი გაუჩნდება, პოზიციების დაბრუნების სურვილი, რასაკვირველია იმპერიულ რუსეთს გაუჩნდება, აბა რა. დიდი ამბები გველის მოგლეთ წინ, დიდი და საინტერესო დამასობაში, როდესაც ხარ უჩუმრად და ხარ რამდენად დაგანახებთ, არ ვიცი. პატარა მოლეკულა, პატარა ნაწილაკი. როცა ხარ, ეს ნიგზის ნაწილაკია, ხო, პატარა ნაჭერუკა, ხო, როცა ხარ ესოდენ პატარა და უჩუმარი ხარ და ხმას არ იღებ და არა ხარ, ეს არის ჩურჩხელიდან ნარჩენი, ხო, არა ხარ დიდი ამ რაღაცა დიდი კერძისან, დიდი კარგი კერძისან, კონკრეტულად ამ შემთხვევაში ჩურჩხელა რამდენად კერძი არ ვიცი, მოკლედ რაღაც ჩურჩხელისან დიდი თამაშის ნაწილი, მოკლედ, ხო, შენ გაგანადგურებენ ზუსტად ისევე, როგორც მე შემილია გავანადგურო ჩურჩხელის კი არა ნიგზის ეს ნაწილი და შევსანცლო როგორც რუსეთი შესანცლავს საქართველოს თუ ის იქნება სუსტი და ყელზეც არ დაადგება. იზინა ივანიშვილი სწორედ ამგვარ ქვეყანას ქმნის, აქ რომ ყელზეც არ დავადგეთ რუსეთს, რომ ვიცოდეთ მაინც თორე ალი ჩამოემხობა და რასაკვირველია მე იმედს ვიტოვებ, რომ რაც უფრო დასუსტდება გარშემო რუსეთი, ოკეან გადაღმა ვენესუელაში თუ ოკეან გადმოღმა ირანში და კიდევ ბევრგან რასაკვირველია და ასე შემდეგ, ჩვენც როგორღაც გავძვრებით ამის იმედი მაქვს, მაგრამ
მაგრამ რთული დროება გველის ნამდვილად. ნახვამდის.